მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა გასწავლოთ ეს ულამაზესი ფოთოლი როგორ იქსოვება. ესეც გახლავთ ირლანდიური მაქმანით სტილში ნაქსოვი. გაჩვენებთ როგორ ხდება ამ ულამაზესი ფოთლის ქსოვა ყაისნახით. დავწყოთ. ვიღებთ 20 საჰაერო თვალს. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში ყაისნახს უყვარს თვლა და სიზუსტე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ავიღეთ 20 საჰაერო თვალი. შემდეგ ვიწყებთ. რა თქმა უნდა, პირველ თვალს გამოვტოვებთ და მომდევნო თვალში ვაკეთებთ 3 უნამატო თვალს. 1, 2, 3. შემდეგ ვაკეთებთ 4 ნახევრად ნამატიან თვალს. ნახევრად ნამატიანი თვალი როგორი აგიხსნით ახლა. ვაკეთებთ ნამატს ყაისნახზე. ნახეთ, გამოგვყავს ესე. და იმის მაგივრად რომ 2 თვალი გამოვიყვანოთ და შემდეგ 2, ამის მაგივრად ვაკეთებთ ნახევრად ნამატიანი თვალი, ნიშნავს რომ ამ 3-ვე თვალს გამოვიყვანთ ერთდროულად. აი, ნახეთ 1, 2 და 3. ანუ ამაღლდება ნახევრად, ვიდრე ვაკეთებთ 1 ნამატიანი თვალის და გაჩვენებთ მე შემდეგ. 1, 2, ნახევრად ნამატიანი თვალი, 3-ვე ერთად. 2 თვალი, 3, 4 თვალს. გამოვხსოვთ ნახევრად ნამატით. გაგიმეორებთ. პირველად ვაკეთებთ 3 უნამატო ფეხს, 1, 2, 3 ფეხს თვალს ვეძახი. შემდეგ ვაკეთებთ 4 ნახევრად ნამატიანს, ნახეთ 1, 2, 3, 4. შემდეგ ვაკეთებთ სრულ ნამატიანს 5 თვალს. 1, ეს არის 1 ნამატით თვალი. 2, 3, 4 და 5 თვალი. 5 თვალი მოგხსოვეთ ნამატიანი თვლებით. ნახეთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ფოთოლმა მიიღოს აი ესეთი ფორმა, ანუ ნელ-ნელა უნდა ავამაღლოთ თვლები და გავზარდოთ სიმაღლეში. შემდეგ აქ ცენტრში რომ მივალთ, ცენტრში ამოვხსოვთ 8 თვალს და ბრუნდებით უკან იგივე სარკისებური მეთოდით ვიმეორებთ, ანუ რაც ამ მხარეს ქონდა რაოდენობრივად, იგივე ფორმით ვიმეორებთ ამ მხარესაც და მოვდივართ ამ წერტილამდე. და შემდეგ უკვე ვაკეთებთ უკუსვლით შემოვლას, რითიც ჩვენი ფოთოლი აი ესეთი ულამაზესი ფორმის გამოგვივა. ვაგრძელებთ. შემდეგ ვაკეთებთ მომდევნო 6 თვალს 2 ნამატით. 1, 2. 1, 2. დავასრულეთ, ნახეთ. ეს უკვე გამოდის უფრო მაღალი. 1, 2. თუ კარგად დააკვირდებით, ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოგხსოვოთ ეს ულამაზესი ფოთოლი ირლანდიური მაქმანის სტილში. ანუ ბოლომდე რა თვლებიც დაგვრჩა, მთლიანად
დავასრულებთ ორი ნამატიანი თვალით ქსოვას, ნახეთ. და ბოლო თვალში მოვედით, ნახეთ, ეს არის ბოლო თვალი. აქ უნდა გავაკეთოთ ამ ერთ თვალში 8 ორი ნამატით, ნახეთ, 1 რადგან მომრგვალდეს და ლამაზი ფორმა მიიღოს. 2 3 4 5 დავასრულეთ ეს. ვაგრძელებთ და სარკისებური ფორმით, ანარეკლის ფორმით ვიმეორებთ ყველა თვალს, რაც გვაქვს ამ მხარეს. აი ამ ძაბს ნელ-ნელა ჩავაყოლებთ აი აქ, რომ შემდეგ უშმოდ არ გამოჩნდეს და დასრულდეს ლამაზად და ზედმეტი შრომაც აღარ დაგჭირდეთ. ნაქსობს თუ კარგად დააკვირდებით, თვლების სიმაღლის მიხედვით მიხვდებით სათხართ. ვაგრძელებთ ისე ორი ნამატით, ნახეთ, მაღალი თვლებია შედარებით და იოლად დასანახია. და ხშირ შემთხვევაში თვლასაც აღარ საჭიროებს. მაგრამ ვიდრე მიეჩვევით, აუცილებლად უნდა დაითვალოთ. გადავდივართ, დავასრულეთ თვლები ორი ნამატით, ახლა ვაკეთებთ ერთი ნამატით, ნახეთ. და დაბლდება ნელ-ნელა. თვლები ერთი ნამატით ქონდა 5. დავითვლით 1 2 3 4, ეს არის მე-5. შემდეგ გვაქვს თვლები ნახევარი ნამატით, ანუ სამივე ერთად უნდა გამოვიყვანოთ, ნახეთ, ეს სამივე თვალი ერთად გამოყვავს და ეს ნახევრად ამაღლებს თვალს და არა მთლიანად. ასეთი თვლები იყო 4, რამდენადაც გახსოვთ. შეგიძლიათ თქვენთვის ჩანაწერი გაიკეთოთ თქვენთვის გასაგებ ენაზე, რომ არ დავიწყდეთ და დაგვრჩა უკანასკნელი 3 თვალი, რომელიც არის უნამატო თვლები. 1 2 3. ნახეთ, დავასრულეთ. ნახეთ, როგორია ჯერჯერობით. შეხედეთ, აი ესეთი ფორმის გამოგივათ. ეხლა გადავდივართ უკუსლით შემოვლაზე. ეს წინა ვიდეოებში აგიხსენით, მაგრამ კიდე გაგიმეორებთ დეტალურად როგორ ხდება უკუსლით შემოვლა. ამოყვავს ერთი საჰაერო თვალი და ვბრუნდებით უკან. ნახეთ, აი ეს უნამატო თვლები. შემდეგ გავდივართ აი აქ ორივეში ერთად, ნახეთ. აი ამ ნაწნავისებურ ფორმას ხომ ხედავთ? აი აქ ორივეში ერთად უნდა გახვიდეთ ყაისნაღი და გამოიტანოთ. რომ ლამაზი გამოვიდეს. მე მგონი კარგად ჩანს. უკუსლით შემოვლით მთლიანად ამ ჩვენს ულამაზეს ფოთოლს
და დავასრულებთ. შეგიძლიათ ასეთი ფორმით დატოვოთ, იმიტომ რომ ეს უკვე დასრულებულია, მაგრამ არის კიდევ უფრო გართულებული ფორმის და ვეცდები, რომ შემდეგ ვიდეოებში აგიხსნათ სხვადასხვანაირი ფოთლები არსებობს. ყველა სათითაოდ ძალიან ლამაზია და გააჩნია რა შემთხვევაში იყენებთ, რას ქმნით, რას აკეთებთ. ძალიან უხდება ყველაფერს აბსოლუტურად. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ტექნიკა, ირლანდიური მაქმანის ქსოვის ტექნიკა, რომელიც მე ძალიან მომწონს. და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. და თქვენც გირჩევთ. რომ კარგად დახელოვნდეთ ამ ტექნიკაში და ძალიან ბევრ ლამაზ რამეს შექმნით, მერწმუნეთ და იქნებით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი თქვენი შემოქმედების დანახვის შემდეგ. რა თქმა უნდა, ვისაც გიყვართ ყაისნაღით ქსოვა. ნახეთ, ძალიან სწრაფად იქსოვება და გამოდის ძალიან ლამაზი. ვეცდები მომდევნო ვიდეოებში გავაკეთო უფრო განსხვავებული ფორმის ფოთოლი თქვენთან ერთად და ბევრი საინტერესო რამეები შემოგთავაზოთ. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიყურებთ. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა უამრავი ულამაზესი დეტალის სწავლა შევძლოთ და ყაისნაღის ულამაზეს სამყაროში იყოთ ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ნახეთ, რა ლამაზი გამოვიდა, შეხედეთ. ეს არის ჩვენი ირლანდიური მაქმანის სტილში მოქსოვილი ფოთლები, უმარტივესი ფოთლები. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით წინასწარ.